გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო რადიო მსმენელებო. აი დღეს პარასკევია, 4 საათია და რა თქმა უნდა, ჩვენ ისევ ვხვდებით ერთმანეთს რადიო სივრცის ეთერში, FM სიხშირეზე 98 და 5, ჩემ გადაცემაში სილამაზის ალგორითმი და ასევე, რა თქმა უნდა, გვისმინოთ და თვალყური გვადევნოთ კახეთში, სიხშირეზე 102 და 3. დღეს მინდა ვისაუბროთ სრულიად ახალ ბრენდზე, რომელიც 2024 წელს დაარსდა პარიზში, საფრანგეთის დედაქალაქში. მართალი გითხრათ, მეც არ დამიტესტავს ჯერ, მაგრამ ჩემმა მშვენიერმა სტუმარმა გამანებივრა საჩუქრებით და აუცილებლად უკვე დავტესტავ და შედეგებს შეგატყობინებთ. ეს არის ფრანგული ბრენდი Mavien Paris-ი, ჯერ სახელწოდებაც როგორი აქვს რაღაცნაირი, აი ჩემთვის ასოცირდება ფრანგულ დახვეწილობასთან და აი თავის მოვლის მაღალ კულტურასთან. და დღეს ამ ბრენდზე სალაპარაკოთ მოვიწვიე. კომპანია რემარტინის საერთაშორისო ბაზრების ხელმძღვანელი უმშვენიერესი მაგდა ყუბუსიძე. გამარჯობა მაგდა. გამარჯობა ნათია. ძალიან დიდი მადლობა რომ დრო გამონახე და მოხვედი ჩემთან სტუმრად. პირიქით ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიე და მინდა გითხრა რომ არაჩვეულებრივად გამოიყო. უღრმესი მადლობა და შენ ნაჩუქარ პროდუქციას რომ მოვიხმარ, კიდევ უფრო კარგად გამოვიყურები დარწმუნდა. უფრო კარგად ახალგაზრდულად ვიქნები დარწმუნებული ვარ. მაგდა, ეხა მოდი პირველი შეკითხვა დაგისვა. ანუ ამ Mavien Paris უკაცრავად ახალი თაობის თავის მოვლის ბრენდსაც უწოდებენ და მოდი ცოტა რამ მოგვიყევი თუ როგორ შეიქმნა ეს ბრენდი და რა არის მისი მთავარი კონცეფცია. ნამდვილად Mavien Paris-ი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნილებებს, მომხმარებლის მოთხოვნილებებს, ის ახალი თაობის თავის მოვლის ბრენდია, რომელშიც ვნახავთ როგორც სახის მოვლის პროდუქციას, ასევე თმის მოვლის კატეგორიას, ტანის მოვლის კატეგორიას და პირისღრუს მოვლის კატეგორიას. ის შეიქმნა საფრანგეთში და ორ რეგიონში გვაქვს მოკლედ მაღალტექნოლოგიური ქარხანა, ერთი არის კაჰორში და მეორე არის ბრესტაში. და მის ფორმულების შექმნაზე მუშაობენ როგორც ქიმიკოსები, ასევე თავად კოსმეტოლოგ, დერმატოლოგები და ბიოლოგები. ანუ საკმაოდ ესე ვთქვათ, Mavien Paris-ის შექმნის იდეა იყო ის, რომ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულიყო. მისი სლოგანი არის Cosmetic de Pharmacie, Innovations pour la beauté, რაც ნიშნავს, რომ არის ფარმსანდოობის კოსმეტიკა და ინოვაციები სილამაზის სახელით. მოდი ეს კარგად ავუხსნათ ჩვენ მაყურებელს და მსმენელს ეს ფარმაცევტული სანდოობა რას ნიშნავს? ანუ ჩვენ ბრენდს წამს რომ სილამაზე არ უნდა იყოს მხოლოდ გარე ვიზუალის ესე ვთქვათ. ის უნდა იყოს მეცნიერულად დამტკიცებული და სანდო. სწორედ ამიტომ, როდესაც მომხმარებელი პროდუქტში აფთიაქში შედის, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ იქ მას დახვდება სანდო პროდუქცია, სუფთა ფორმულები, რომელიც არ შეიცავს ქიმიურს და კანცეროგენულ ნივთიერებებს, პარაბენებს, სილიკონებს და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ სხვათა შორის საქართველოში უკვე მომხმარებელი მოსახლეობა საკმაოდ კარგად არის გაცნობიერებულია, ინფორმირებული კი. ხო, თუ რა პროდუქცია უნდა შეიძინოს, როგორი ინგრედიენტების კითხვა, ფორმულების კითხვა ისწავლეს. შესაბამისად, ეგ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უკვე ვიცით რომელი ბრენდი შევიძინოთ, როგორი ფორმულა გვიხდება, რა არის კარგი ჩვენი, ესე ვთქვათ, არა მხოლოდ ვიზუალური სილამაზისთვის, არამედ შინაგანი სილამაზისთვის და ასე შემდეგ. სწორედ აი ეს იდეა მოყვება Mavien Paris. პირველ რიგში არის სანდო ფორმულები, არის აბსოლუტურად ნატურალური და რაში არის მისი ინოვაცია, ფორმულების ინოვაცია. დღესდღეობით ვიცით ყველამ ძალიან კარგად, რომ დრო ძალიან ძვირფასია. ყოველთვის ესე იყო, მაგრამ ეხლა უფრო მეტად, რა ვიცი, ჩემი აღქმით, ეხლა უფრო მეტად ძვირფასია დრო. შესაბამისად, თანამედროვე ქალს არ უნდა რომ არჩევანი გააკეთოს ხარისხსა და სწრაფ შედეგს შორის, ან ორივე ერთად სჭირდება. აი სწორედ აი ამ გამოწვევას პასუხობს Mavien Paris-ი თავისი ინოვაციური ფორმულებით. ანუ თითოეულ კატეგორიაში ჩვენ არ გვაქვს რაღაცა უამრავი პროდუქტი, დაგვიშვათ იქ
10-15 დაუშვათ anti-age ხაზი ვთქვათ, ხო, დაუშვათ. არამედ არის 2-3 კონკრეტული პროდუქტი, რომელიც გვაძლევს ზუსტად იგივე და უკეთეს შედეგს და გვჭირდება მინიმალური დრო იმისათვის, რომ ჩვენი თავის მოვლის რუტინა ჩავატაროთ. მინიმალური ნაბიჯები, მაქსიმალური ეფექტი. მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. რა კარგია. სწორედ ეს არის მისი, ესე ვთქვათ, მთავარი ამოცანა და ესე ვთქვათ, ამბიცია. ესე იგი მე ვხედავ უამრავი პროდუქცია მოიტანე მაგდა და ჯერ მინდა კითხო აი როგორი კანის ტიპს ერგება ეს პროდუქცია უფრო ახალგაზრდული, უფრო დასრული, მშრალი თუ ყველანაირი მშრალი კანი, ცხიმიანი კანი, ანტიალერგიული ჩვენ გვაქვს როგორც anti-age ხაზი, გვაქვს დერმო მიმართულებით ასევე სახისმოვლის პროდუქცია. აბსოლუტურად ნებისმიერი მომხმარებელი. ეს მარგალიტებით შრატია მგონი anti-age ხო? ეს არის lifting ეფექტით მარგალიტების შრატი, რომელსაც აქვს საკმაოდ ისეთი boost ეფექტი. და ანუ აბსოლუტურად ყველა მომხმარებელს ანუ არ აქვს მნიშვნელობა მშრალი კანი აქვს, ცხიმიანი, კომბინირებული, პრობლემური, სენსიტიური, ნებისმიერი იპოვის თავისთვის სასურველ პროდუქტს Mavienis ბრენდში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აი როგორც თქვი, რომ 4 კატეგორია აქვს ბრენდს, როგორც სახისმოვლა, ტანისმოვლა, თმისმოვლა და პირისყრუს მოვლა. ის მთელი ოჯახისთვის არის, ანუ არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ ბრენდში არის unisex პროდუქცია, რომელიც მამაკაცებმაც შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ, მათ შორის დეოდორანტებშიც არის unisex დეოდორანტიც. ასევე ბავშვებისთვის პლუს 3 წლის ასაკიდან მზის დამცავი კრემი SPF 50-თან ხა ზაფხულია და აქტუალური თემა, ესე ვთქვათ, რომელიც არის ასევე სახისთვის და ტანისთვის განკუთვნილი, ანუ ერთი პროდუქტია, ისევ Mavienis, ესე ვთქვათ, იდეას უბრუნდებით, რომ არ არის საჭირო ბევრი პროდუქცია, ერთში არის გაერთიანებული მთელი ოჯახისთვის, ესე ვთქვათ, ეს პროდუქტი. ასევე 8 წლის ასაკიდან შეიძლება პირისყრუს მოვლის პროდუქციის გამოყენება კბილის პასტების. ეს კბილის პასტები. დიახ, ასევე შხაპის გელი, რომელიც არის მთელი ოჯახისთვის და არის დერმო ხაზიდან, ასევე 3 წლიდან შეიძლება გამოყენება და მოკლედ ნებისმიერი მომხმარებელი იპოვის თავისთვის სასურველ პროდუქტს და ასევე ბრენდის უნიკალურობა ის არის, რომ შეგვიძლია ერთ ბრენდში შევიძინოთ ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი პროდუქტი თავის მოვლის საშუალებებიდან ნებისმიერ კატეგორიაში. ანუ მთელი ოჯახით მივიდეთ აფთიაქში და შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტები. აი ეს შიმერსაც ვხედავ, მაგდა ცოტა რამოდი ამის ეს სხეულის შიმერია, ხო? მშრალი ზეთი, დიახ. მშრალი ზეთი. ალბათ აბრჭყუიალებს საოცრად. მე თვითონ ახაც მისვი არ ვიცი რამდენად ჩანს კადრში, მაგრამ ჩემთვის შეუცვლელი პროდუქტია ზაფხულში განსაკუთრებით, მაგრამ არა მხოლოდ ზაფხულში, იმიტომ რომ ზამთარში ზოგადად სადღაც მივდივართ და დეკოლტე ისეთი გვაცვია, კაბა და რაღაცა საკმაოდ ეფექტურად ჩანს ნამდვილად ეს ჩვენი შინამიერი, რომელიც ასევე ატენიანებს კანს, ანუ ეს არ არის უბრალოდ ესე ვთქვათ ბზინვარების ეფექტით, ის ატენიანებს კანს და შორის ჩემ პირად პრაქტიკას გაგიზიარებთ, ვიყენებ ამ შიმერს ტანის დამატენიებელ კრემთან ერთად, ანუ ერთმანეთში ურევ ერთმანეთში. კი, იმიტომ რომ ამ ტანის დამატენიებელს ვევრთმობ, ესე ვთქვათ, ანუ არჩევანის გაკეთება ცოტა მიჭირს ხოლმე და შესაბამისად გამოსავალი ვიპოვე და ამ ტანის დამატენიებელში ვამატებ შიმერსაც და მე საერთოდ glow ეფექტი მაქვს მოკლედ მთელ სხეულზე. ეს რა კარგი რჩება მოგვეცი. და დამატენიებელზეც ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, იმიტომ რომ არ მინდა რომ გამოვტოვო იმდენად ძლიერი ფორმულით არის. ეს არის მულტივიტამინების კომპლექსით. ტანის დამატენიანებელია, რომელიც შეიცავს ნიაცინამიდს, ვიტამინების ჯგუფს, A ვიტამინს, C ვიტამინს და ხელს უწყობს ჩვენი კანის ელასტიურობას, glowing ეფექტს აძლევს და ძალიან კარგად ატენიანებს კანს, მოკლედ ჰიდრატაციის ნომერ 1 პროდუქტია. შესაბამისად, მოკლედ 2-1-ში არის რა ვიცი საოცარი მართალია. ფორმულა შევქმენი მათით.
მაგდა კიდევ მინდა კითხო თქვენ მე მგონი 2025 წელს გქონდათ საოცარი წარდგენა პარიზის სასტუმრო რიცში და ერთი-ორი სიტყვით ეგეც რომ მოუყვეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. დიახ, ნამდვილად დეკემბერში 20 დეკემბერს 2025 წლის ოფიციალური პრეზენტაცია შედგა Mavien Paris-ის საფრანგეთის გულიდან ესე ვთქვა და ამ საკულტო სასტუმრო რიც პარიზიდან თავარი იდეა ამ პრეზენტაციის ეს თქვენ და ბრენდის ლონჩის იყო ის რომ გაგვერთიანებია ჩვენი არსებული პარტნიორები ასევე საერთაშორისო დონის ინვესტორები და თავად ამ საღამოს ექსკლუზიურად აშუქებდა Forbes France და იმის გარდა რომ იქ იყო ბიზნეს ესე ვთქვათ შეხვედრა, ანუ რაღაცა პრეზენტაცია და ბიზნეს დისკუსიები მიმდინარეობდა, საღამო რა თქმა უნდა დაგვიმშვენა ასევე ფრანგმა მუსიკოსმა, პიანისტმა, ასევე მომღერალმა, მოწვეული მომღერალი გვყავდა და შესაბამისად ეს ყველაფერი გადაიზარდა მერე უბრალოდ სასიამოვნო საღამოში ესე ვთქვათ და ყველამ ძალიან ისიამოვნა და მინდა აღვნიშნო რომ დღემდე მოდისა და ასევე სილამაზის ინდუსტრიაში საფრანგეთში დღემდე მოკლედ საკმაოდ სასიამოვნოდ იხსენებენ ამ ჩვენს პრეზენტაციას რაც წარმოადგენთ კი. შესაბამისად მე მალევე მივიღეთ შემოთავაზება რომ კანის კინოფესტივალის ფარგლებში მოკლედ Times France აწყობდა ესეთივე ბიზნეს სეგმენტისთვის განკუთვნილ ივენტს თავიანთ ვილაში და მივიღეთ შემოთავაზება რომ ყოფილიყავით ერთ-ერთი სპონსორები, სადაც ჩვენი პროდუქცია დარიგდებოდა, ვისაუბრებდით ბრენდის შესახებ და ასე შემდეგ და მოკლედ მანდაც მივიღეთ მონაწილეობა მაისში გაიმართა ეს ივენთი და საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო, ბევრი პარტნიორი, ესე ვთქვათ, პოტენციური და უკვე არსებული პარტნიორებიც არიან შევიძინეთ და ჩვენთვის საკმაოდ საამაყოა, რომ ჯერ ესე ვთქვათ, ახალი ბრენდი ხართ ხო და ამხელა გამოხმაურება გაქვთ რა სასიამოვნოა. ეხლა იცი რა უნდა ვუთხრათ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს თუ სად მივიდნენ და სად შეიძინონ Mavien Paris-ის პროდუქცია. Mavien Paris-ი უკვე დაახლოებით 2 თვე რაც საქართველოშიც შემოვიდა და მის შეძენა შეიძლება PSP-ს სააფთიაქო ქსელში. ექსკლუზიურად ვართ PSP-ში წარმოდგენილი. და აი ეგეც რომ დავამატოთ, იმიტომ რომ ხშირად მოდის ხოლმე ესეთი შეკითხვები, აი როგორია აი ხელმისაწვდომობა, როგორია აი ამ პროდუქციის. ბრენდი არის საშუალო ფასის კატეგორიაში. პრემიუმ ხარისხით საშუალო ფასის კატეგორიაში და როგორც თქვი რომ რამოდენიმე ანუ 4 კატეგორია რო აქვს თავის მოვლის, რა თქმა უნდა ნებისმიერში შეუძლია მომხმარებელს აარჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი. საკმაოდ ხელმისაწვდომფასად, რა კარგია. და აი ბოლოს მინდა კიდევ ვკითხო, აი რატომ უნდა ავირჩიოთ Mavien Paris-ი? აი რა რითი გამოირჩევა ესეთი ამდენი გაჯერებული სხვა ბრენდებისგან ბაზარზე გაჯერებული? სწორედ აი როგორც აღნიშნე, დაუბრუნდები ისევ იმ თემას, რომ ბრენდი გვთავაზობს ინოვაციურ ფორმულებს და ინოვაციურ მიდგომას მომხმარებლისადმი. ანუ ის ურთილდება როგორც ჩვენს ჯანმრთელობას, ასევე ურთილდება დროს. და გარემოს თავისთავად, იმიტომ რომ ეგ არ მithქვამს ბიოდეგრადირებადი შეფუთვები აქვს თვითონ ბრენდს და ეკოლოგიას ძალიან ურთილდება. ამიტომ თუ გვინდა რომ მარტივად, სწრაფად, ნაკლები ესე ვთქვათ, დანახარჯებით, როგორც დროის, ასევე შემიძლია აღვნიშნო ფინანსურადაც, გვინდა რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი და თან უსაფრთხოდ, უნდა ავირჩიოთ Mavien Paris-ი. ნამდვილად უნდა ავირჩიოთ Mavien Paris-ი. უღრმესი მადლობა მაგდა, რომ იყავით დღეს ჩემი სტუმარი და ესეთი კარგი ბრენდი გაგვაცანი მეც და ჩემს მსმენელს და მაყურებელს. აუცილებლად კიდევ გელოდებით სხვადასხვა სიახლეებით, ალბათ მალე გექნებათ. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.